თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მიუსტიციის სამინისტროში უწყებათა შორისი კომისიის ბორიგის ხდომა გაიმართა. განიხილეს და მოისმინეს საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო სამსახურში მომუშავე პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. შესწავლის შედეგად აღნიშნული მიმართულებით ამ ეტაპზე კომისიის მიერ არსებითი სახით დარღვევები არ არის გამოვლენილი. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათა შორისი კომისიის მიზანია საჯარო მომსახურების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, შესაძლო შემთხვევებზე დროული რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. განხილულ იქნა მედია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი რამდენიმე საკითხი, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან. საკითხებთან დაკავშირებით კომენტარები მოვისმინეთ შესაბამისი უწყებებისაგან, რომლებთან თავიანთი წევრები ყავთ წარმოდგენილი კომისიაში. არც ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა არ გამოვლენილა ამ ეტაპზე. ძირითადად ეს იყო მოსაზრებები, რომელიც არ ეფუძნებოდა არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად კომისიამ ეს ცნობები რეაგირების გარეშე დატოვა. საარჩევნო ადმინისტრაციამ წარმოადგინა კონკრეტული მოსაზრებები და ფაქტები იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც დასმული იყო უწყებათა შორისი კომისიის ფორმატში. ამ მსჯელობისას გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი გარემოება. მთავარი გახლავთ ის, რომ თვითონ კომისიის მუშაობა არ ცდება მის მანდატს, იმ მიმდინარეობს მსჯელობა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე და საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს ჩართული მხარეების ინფორმირებას